საქართველოში ჯერჯერობით მე მგონი არ გაკეთებულა. არ გაკეთებულა. საქართველოში არ გაკეთებულა, თუ ვინმე აკეთებს ხალხმა შეგვეხმიანეთ, თქვენთანაც მოვალთ. მომწონს აკაურობა ხალხმა, როგორი ლამაზი არის თითოეული დეტალი აქ, არ ვიცი რა. რო შემოვედი, დამავიწყდა რისთვის შემოვედი. როგორც მუზეუმში ისე ვათვალიერებდი ყველაფერს. ახმაური არის ხარ. მე გამწირეს, ბიჭო, მე გამწირეს. ხედავ შენ. რა ხდება? ეს იჭმევა? თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს ძველ უბანში ორთაჭალაში, სადაც ჩემმა გოგამ აღმოაჩინა ასეთი წინვალე მონადირე და რაც თავარია ყველაზე მაგარი კულინარი, იმიტომ რომ გასაოცარი ვარიანტით უნდა შემოგთავაზოთ იხვი რაში? აი მოდი არ უთხრათ რაში. იხვი და ხარჯო ერთმანეთს ისე ერითმება, რომ წარმოუდგენელია მათი დაცალცალკებება, მაგრამ გვაქვს სამეფო ნომერი, კერძი, რომელიც როგორც მარლინი ამბობს, საქართველოში ჯერჯერობით მე მგონი არ გაკეთებულა. არ გაკეთებულა. საქართველოში არ გაკეთებულა, თუ ვინმე აკეთებს ხალხმა შეგვეხმიანეთ, თქვენთანაც მოვალთ. და დღეს ამ კერძს ვეცდებით რომ გავაკეთოთ, უბრალოდ თედო გააკეთებს და მე და შენ ვიქნებით შეგირდები, დამხმარეები, რაც გინდა ის დავარქვათ, ვეცდებით რომ თედოსთან ერთად გავაკეთოთ ეს კერძი და შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს. ალბათ მონადირეებო ნანახი გაქვთ ის კადრები, როგორ მოვიარეთ მე და მარლენმა დასავლეთ საქართველოს კერძოდ სამეგრელო და როგორ მოვინადირეთ ზუსტად ის იხვები, რომლის კულინარიასაც ეხლა შემოგთავაზებთ. თედო, ძალიან აქვთ ხო 1-2 სიტყვით გავაცნოთ მაყურებლებს, სად ვიმყოფებით, რა ისტორია აქვს ამას. მე როგორც ვიცი, 1-8 წელიწადი არის, რაც თქვენს საკუთრებაში არის ეს ტერიტორია. დიახ, ეს არის საოჯახო ბიზნესი, რესტორანია, საოჯახო ბიზნესია, როგორც ასეთის და მთელი ოჯახი, ესე ვთქვათ, ჩართულები ვართ ამ შრომაში, კი ბატონო. შემოგევლე. ეს კაცი მორიდებული კაცია და არ იტყვის რესტორანს ქვია River Hall-ი, ძალიან კარგი რესტორანი არის. ექსტერიერს და ინტერიერს თქვენ ხედავთ და გექნებათ შესაძლებლობა რომ ნახოთ რა როგორ და რანაირად კერძებიც უგემრიელესია და ეხლა მარლენ მე მგონი ის დრო არის რომ როგორც სამეგრელოში ამბობენ ქუხნა სახში გადავინაცვლოთ სადაც გველოდება თონე სადაც გველოდება თფილ-თფილი ჭაჭა ჩამოწვეთილი კი არის ეგეთი რაღაცები და თან საქმე და თან გართობა აბა მოგყევით და კიდევაც თან ამო ესე იგი გადმოვინაცვლეთ ახლა მეორე განყოფილებაში, რას ვეძახით აკაურობას? ქუხნა სახლი. ეს ეძახია. მეგრულად ეძახია. ბიჭო, სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში, დასავლეთში ეს არის ქუხნა სახლი რა. ცალკე მდგომი შენობა, სახლის გვერდზე, სადაც მასპინძელს აქვს საშუალება, რომ სამზარეულოსთან დაკავშირებული ამბები მოაგვაროს. მომწონს აკაურობა ხალხმა, როგორი ლამაზი არის თითოეული დეტალი აქ, არ ვიცი რა. რო შემოვედი, დამავიწყდა რისთვის შემოვედი. როგორც მუზეუმში ისე ვათვალიერებდი ყველაფერს რა. საქართველოს იგრძნობა. კი, იგრძნობა და დღეს ესე იგი მოდი ვთქვათ, აბა რას ვაკეთებ, როგორ რანაირად. დავაცნოთ მანდი მაყურებელს, მაშინ რას ვაკეთებთ. დავუწყოთ იქიდან რომ ჩვენი ცენტრალური, ასე ვთქვათ, კერძი იქნება თედოს მიერ გაკეთებული. იხვი ძალიან უცნაურად და თქვენ გექნებათ საშუალება რომ თვალყური ადევნოთ. მე და შენ მაგრამ გავაკეთებთ ტრადიციულად იხვის ხარჯოს. დავჭრით, მოვხრაგავთ, ვიჯათობთ, როგორც არის. და გიორგი ეცდება რომ მაყურებელს ეს ერთიანად ყველაფერი გადაუღოს და აყურებინოს თუ როგორ კეთდება პარალელურ რეჟიმში ორი კერძი ამ ანუ მე როგორც ხვდები საიდუმლოებას
ეხლა ფარდა ეხდება? ეგრე გამოდის ხო, ეგრე გამოდის კი. საინტერესო იქნება, ძალიან საინტერესო და მოდი დრო აღარ დავკარგოთ ჩემო გოგა და მე მომეცი ხახვი დავიწყებ ახლა დაჭერას, ოღონდ მასწავლეთ მითხარით, როგორი ფორმით გინდათ მიიღოთ საბოლოო პროდუქტი. კი ბატონო, მოდი ხა მე და შენ მაშინ ესე ვქნათ რა. ავიღოთ ხახვი, ავიღოთ ჩვენი წელი იხვი და ასპარეზი დაუთმოთ თედოს, რომ აქ წყნარად და მშვიდად შემოგევის რა. ესე იგი მე შენის ნებართვით ავიღებ ჩემი იხვებს. დიახ, მიბრძოლ. შენ აიღე შენი ხახვები. დიახ. და გამომხდ. ეხლა ხახვის და ნივრის ბრძანებლად დანიშნული მყავს მარლენი. ფორმა როგორი გჭირდება ხახვის? უბიკებად, უბიკებად დაჭერი სადილისთვის როგორც ჭრი ხოლმე. გასაგებია. როგორი ხმაურიანია, ხო? და დაუნდობელი. დაუნდობელი. კარგად ვაკეთებ პატიცემულო? ასეთი გჭირდებოდათ? არა, ესეც გადის არა ჩვენებიც. ესეც ფანტასტიკურად შვება. გოგა, რა მინდა შეგეკითხოთ ამ პარალელურ რეჟიმში ხო, აბა. ძალიან ხმაურიანი ხარ. შენ თუ შეამჩნიე კომენტარებში რა დაგიწერა იქ ხალხმა? ვერ ხვდები საერთოდ რაზეც საუბარი. რა აუცილებელი იყო ამის აღნიშვნაო, რომ ერთ-ერთი იხვი არ იყო ასე ვთქვათ. კი, ერთმა ადამიანმა დამწერა, აუცილებელი იყო ამისი აღნიშვნა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვცდილობ კანონმდებლებამდე მივიტანო ეს პრობლემატიკა. ძალიან რთული არის თუ იხვზე უნადირია ერთხელ მაინც ადამიანს, იცის რომ ძალიან რთული არის იხვისთვის ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში, როდესაც ნადირობ, ცაში გაარჩიო იხვი რომ მოფრინავს რომელი ჯიშის არის. ამიტომ მე მგონია რომ ეს ჩანაწერი საერთოდ ამოსაღები არის კანონიდან რა. არ შეიძლება საქართველოში რაც შემოდის ის იხვი რომელიც არის და სანადირო ობიექტთან ნუსხაში არ არის. აი უკვე გაიძულებს რომ ბრაკონიერი იყო რა. დიახ, თავისთავად მეც ესე მგონია რა. და უბრალოდ სამწუხაროა რომ ეს ასე ხდება რა. აი სამწუხაროა. თუმცა მე ასე მჯერა რომ რაღაცა ძვრები არის. აქაც გამოჩნდება რა. საქართველოში, იმიტომ რომ დღეს ჩვენ მოვდივართ ჩემო მეგობრებო, პირდაპირ რედისონიდან, სადაც იყო შეკრება მონადირეების ველური ბუნების ეროვნული სააგენტომ. ისე დაარტყი რომ ისა ხმაური არ შემოვიდეს. დაგვიანონსა და გვითხრა რომ მეგობრებო ვაპირებთ შეკრებასო და კანონ პროექტის განხილვა იყო უკვე მეორედ, იმიტომ რომ პირველად როცა კანონ პროექტი განვიხილეთ, იქ რაღაცა დონეზე გავიარეთ რაღაც დეტალები. ეხლა ხელმეორედ კიდევ შევიკრიბეთ, კიდევ უფრო იხვეწება და მოკლედ იცოდეთ რომ ძალიან მალე დაიშვება ყველაფერზე ნადირობა, როგორც ცივილურ ქვეყნებში ახლა. ყველაფერზე ხმამაღალი ნათქვამი არის. ცივილურ ქვეყნებში. ყველაფერზე ხმამაღალი ნათქვამი არის, მაგრამ ნამდვილად ბევრად უფრო თავისუფალი და მომხიბვლელი გახდება ნადირობა საქართველოში. დაახლოებით 100 კაცი იყო შეკრებილი, იყო ნებათაღელვები, გამოითქვა მოსაზრებები რიგ მუხლებთან დაკავშირებით და ნუ რა ვიცი ეს ხალხი ყველაზე კარგი ის არის როგორც მინიმუმ რომ სააგენტოს თანამშრომლები მოწადინებულები არიან მოусმინონ მონადირეებს სხვანაირად ვერ ცეკრება პლუს მონადირეები არიან თვითონ და იციან ეგ თემატიკა და მე მგონი რაღაც ძალიან პოზიტიურ ძვრებს შემოგთავაზებთ მალე რა. თედო ხო ჩემო გოგა აბა რას ვაკეთებთ ხა? ეხლა რას ვაკეთებთ და ეხლა უნდა გავაკეთოთ იხვი კომში. შევწვათ, შევფუთოთ და თონეში შევწვათ. შემდგომში ამოვიღოთ და ამოღება უკვე შემდგომი ეტაპი არის. აი აქ რას ვაკეთებთ ეხლა და მე დაგეხმარო თუ გიხურო? არა, უნდა დამეხმარო, იმიტომ რომ ორი იხვია, ორივე იხვი ბიჭებმა მოინადირეს ფოჩი. და ერთი იხვი გააკეთე შენ, ერთი ხვს ვაკეთებ მე. მეორე მე ჯერ გიხურებ. კი ბატონო, დავიწყოთ. ავიღოთ კომში. მოდი შენ დაჭერე კომში. მე დავჭერი როგორ გინდა. ჩაოლებრივად, აი წარმოიდგინე რომ უნდა შევავსოთ, კი, კომში და კარაკით. მარილი და სუნელები აუცილებლად. ჩვენი ბატონში. ბატონში. ამიც. ჩვენ გვაქვს აგერ უკვე წინასწარ დამზადებული. მე ვიცი რაც არის. კი ბატონო, კი ბატონო.
ჩვენი მაყურებელიც ხდება. ჩვენი ესე ვთქვათ, სპეც მეგრული თემა. მე ესეთ რაღაცებს ჯადოსნურ ინგრედიენტებს ვეძახი ხოლმე. კომშთან ერთად მოათავსოთ შიგნით მეგრული აჯიკა, აი ესე. შიგად. მოსად, კი მოდი ცოტა მეც ჩამიდე შიგად და შიგნაში. შენ შემოგობა. არ დაინანო. არ დაინანო. ბატონო, შვენი. კარგი. შვენი. ეხლა გარედანაც ხელით. ყველგან მოვათავსოთ. აი მე მგონია რომ მაქსიმალურად გავტენე კომშით მე ესეთი ეს მოგცემს ფერსაც. მარლენ, ფერსაც მოგცემს. ცოტა მოწითალო ფერს მოგცემს, რაც არ უნდა დაგვეწვას. მარილით შევასუნებო მე კი, მარილით, რა თქმა უნდა, ჩემოგობა. იდეალურად გამოსდის სხვადასხვას. აი მარლენმა მასწავლა. რაღაცეებში დამხვეწა. ცოტა ხელითვე გადაუსვამო და ხელით, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ხელით. ხელით პროცესი არის. მინდა გითხრათ რა ხალხო რა. ესე იგი, მე ამას ვიღებ ჩემ ლამას ხელებში და დაიწყე შეფუთო. დავიწყო შეფუთო. ასე ინტერესია. არ დაგვენანოს, კარგად შევფუთოთ იმისათვის, რომ შემდგომში გამოგვადგება ეს ყველაფერი ჩემოგობა. კი ბატონო. ყველაზე მთავარი ამ შეფუთვაში ისაა, რომ ჩამიჭერისავით ყველაზე მთავარი ამ შეფუთვაში ისაა, რომ ფორმა არ უნდა დაკარგოს იხმა იხვის. ანუ ისე უნდა შევფუთოთ, რომ იხვი იყოს იხვის ფორმის. რამდენიმე ადამიანმა წინა კულინარიაზე კომენტარებში გვირჩია, როდესაც იხს გარე და კულტურას ვაკეთებდით მალე და აბსოლუტურად მართებულად რომ აი ამ ვერცხლისფერ ქაღალდსო ჯობიაო ჯერ გამჭვირვალე ისენი რო არის ფოლგები, მაგრამ ნუ არ გვაქვს არც ახლა მე მაპატიეთ. პერგამენტის ქაღალდი. პერგამენტის ქაღალდი. გოგა, ეხლა ჩვენ უნდა მოვიფიქროთ. ეს როგორ შევწვათ თონში. მე დარწმუნებული ვარ შენ ეს უკვე pierwად არაკეთებ და მოფიქრებული გაქვს. სიმართლე გითხრათ თონში? აუ, სალმხრივად მოფიქრებასთან გვაქვს საქმე მაინც. შარში ვარ. მოსაფიქრებლად. მაშინ ეხლა როგორ უნდა ვქნათ, იცი? ნახე უცხო მოყმე იმეჯ დამტირალი წყლისაპირსა გავაკეთოთ, ჩამოვსხდეთ და მოვილაპარაკოთ რა და როგორ გავაკეთებთ თონში. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. თედო, გადასარევი კონსტრუქცია მოვიფიქრეთ. კი, მართლა. ვიმჯერეთ სამმა კაცმა და როგორც იქნა რაღაც კონსენსუსამდე მივედით. მე მგონია ეხა ის დრო არის რომ ჩავდოთ უბრალოდ. თუ ჩაეტევა და იმედია რომ ჩაეტევა. კი ბატონო, ეს ერთი, ესეც ბატონო. მეორე. ყველაფერი გათვლილია. იდეალურად. ეხლა გოგა ჩახკიდე ეს უკვე. მე გამიმეტეს მაინც. ცეცხლთან მაინც. მე გამწირეს, ბიჭო, მე გამწირეს. ხე გავშე, რა ხდება? ეს ჩაიკიდა. თავზე შეგიძლია დაახურო. კი ბატონო. და დრო დაინიშნა. დავინიშნოთ. რას ფიქრობთ დროს? პატიცემ. საათნახევარი ალბათ დასჭირდება, ხო? მე ესე მგონია რომ საათნახევარი. მე ესე მგონია რომ იმ ტემპერატურაზე ახლა მაგ რაც ხდება, ესე ვფიქრობ რომ ალბათ საათი და 20 წუთი აი ეგრე იყო. მე მგონი შვენიერი დრო გვაქვს. მე მაგ იდეა. არ უნდა დაუციო. არ ვაპატიებ იმათ წუთს და მაინც საათნახევარი. საათნახევარი, კარგით. და გავაკეთოთ საათნახევარი, მაშინ დავილოდოთ საათნახევარი. ამასობაში მარლენი ერთ საათი გრძელს შემოგთავაზებს და აუცილებლად. კარგი აზრი. არ დაგაუწყდეთ რომ პარალელურ რეჟიმში ხარჩო გვაქვს გასაკეთებელი კიდე. კი ბატონო. მართლა. მაგას ალბათ მიხედავ როგორ. მივხედავთ, მარლენ, მივხედავთ. ხვალ არის დედის დღე. 3 მარტია ხვალ. კი ბატონო. მიულოცოთ ყველას. დედის დღეს მოგილოცავთ ჩემო მონადირეებო. ყველას უკლებლივ ასე ვთქვათ. გინდა მანდილოსნებს და გინდა და ყველას არა მონადირეებიც ვინც გვიყურებთ, ანუ დედა ქართველი კაცისთვის იმდენად შენიშვნა იყო შემოსული. ხო, მონადირეების გარდა გიყურებთ ხალხი, კი ბატონო. ყველა გიყურებთ, კი. შემოგევლეთ ხალხო, მოგილოცავთ ამ დღესასწაულს, იხაროთ თქვენმა დედიკოებმა, თქვენმა გამჩერმა და ჩვენ დედიკოებს გაუმარჯოს. გაგიმარჯოთ დედებო ზოგადად და ყველას მოგილოცავთ ამ დღეს. რა კიდევ ერთხელ გამომეორდები
ქართველი კაცისთვის დედა ძალიან სანუკვარი განძია და ყოველთვის ვიყოთ დედიკოების სფერებაში. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. ილოცავთ ყველას. რავალს დაესწარით, ჯანმრთელად და ბედნიერად. კარგია. ნამდვილად კარგია. ცხარეც გემოზე აქვს, როგორიც უნდა იყოს, მე და მანეს ცხარე გვიყვარს. ეხლა ჩვენ გვინდა ერთი ნახევარი საათი, რომ კარგად წამოდუღდეს და ცხიმი და წევენი და გემო გაუშვას წყალში, იხმა. მერე ეს წყალი უნდა გადმოვასხა და ჩავხრაკო თვითონ იხვი. მერე ჩავუმატებ წყალს, ნიგოს, ქვილს და ასე შემდეგ. ძალიან ლამაზი ცისფერი თვალები აქვს მარლენს, ხო დაკვირვებულები ხარ. მაგრამ ცოლი უკვე ყავს. ქვაბის თავსახური შეგვიძლია რომ ამოწია. აღაწევი ესეთიც. თამას. გოგა, კარაქი უკვე ჩადებული არის და ცოტა ხახვიც ხო არ მივცემ. აუცილებლად შენ ხა ქუდივით შეგიძლია ეს ხახვი გადააფარო რომ ჩაითუშოს, მე ამოუღებთ, წვენი ამოღებული გვაქვს, ცოტა ხანში სუნელებსაც უზამთ და ნელ-ნელა უკვე ჩვენი კერძისგან რაღაც საინტერესო გამოდის, მინდა გითხრა. წავედი. მე და შენ ძალიან სერიოზული შეზავება გავაკეთეთ სუნელების. აგრეები არის ხა. აუ, აქ არის ქვეყანა რაღაც. აქ არის უცხო სუნელი, აქ არის ხარჩო სუნელი, აქ არის სვანური მარილი, აქ არის წიწაკა, აქ არის მარილი და აი ნიორს და ტომატს დავამატებ კიდე ცოტა ხანში. ეხლა მე მგონი ის დრო არის რომ ეს სუნელები მივცეთ რომ ჩაიხრაკოს ხალხმა უკვე გაუშვა წვენი. თავს და შენ შეგიძლია თუ არ შეგაწუხებთ რა. ხო რა გამოდის ბიჭო? რა არომატი წამოიღო ამ დალოცვილმა, რა არის ეს, გადასარევი კერძი გვაქვს მე და შენ მარლენ. მოვიოთ ეს კიდევ ერთხელ. ეს სუნელები ეხა კიდე დაუმატებს თავის არომატს მარლენ და სასწაული იქნება, შეიძლება გაგვაგიჟოს ამის მასუნმა სანამ მირთმევაზე გადავალთ. გუგა, რამდენი წუთი უნდა იყოს აი ამ მდგომარეობაში? იცი რა, მე მგონია რომ 1-20 წუთია კიდე ასე ვამყოფებ და მე დავამატებ იმას რა ქვია ბულიონს, თავისივე ნახარს ნიგოზით, მაგრამ მოდი ეხლა მე და შენ ტომატი და ნიორიც ვქნათ ამ ყოველივეს რა. აუ, ტომატს რატო უშვებ? სად არის შენი ჯადოსნური საწებელი? ისე მეგრული საწელი. აბა რა, ბიჭო, როდესაც არის საშუალება რომ ოქრო უქნა, რატო არ უნდა უქნა? მარლენ ცოტას გააცხარებს, მაგრამ მე და შენ ხო გვიყვარს ცხარე. იგი, კაცო, ცხარე უხდება. კერძი ცხარე თუ არ არის, რა არის ის კერძი რა? გაიცადე შემოგევლე? ეგრე არ არის, მეგობრებო. ესე არის, მეგობრებო, ეხლა ამას კარგი გადარევა უნდა ჩემო. ტკბილო მეგობარო. შენ გიყვარს გადარეული კერძები. გახსოვს, გადარეული იხვი, გახსოვს? მეორეჯერ ვაკეთებთ მე და შენ იხს. ცოტა სხვა თემა არის ეხლა ეს და მეორეჯერ ვაკეთებთ მაყურებლისთვის, თავისთავად მაყურებელს გულისხმობთ. თორე. აუ, რაღაცა მე მგონი ნამეტანი გამოგვდის ჩემო მარლენ. ანუ შენ ფიქრობ რომ შეიძლება ზედმეტად კარგი იყოს? მე ვფიქრობ რომ შეიძლება ზედმეტად იმდენად კარგი რომ შენ არ გაჭამო. დაახურე. ამის დაკარგვა არ შეიძლება, ეს თითო გრამი მეგრული აჯიკა არის ოქროს ფასი. როგორ შეიძლება ენასაც გამოუსვებ, თითსაც გამოუსვავ, რა პრობლემა არის? უბრალოდ წვეს ჩავასხავ, მე რატომ მე ეხლავე შემილია რომ ბულიონის ნაწილი, აი ბატონო ჩემო, აი მე მაინტერესებს კერძი
საბოლოო ჯამში რა გამოვა? გამოვა. რა თქმა უნდა, შუა პროცესები მე არ მხიბლავ. არა, მე შუა პროცესებიც ხიბლავს რაღა. დასაგემოვნებლად. არა, ეს მზად, ამისი ბულიონი უკვე ნახარში არის, პახმელიაზე, ნიუ-იორკთან. უშეგენ. გადაკარი გადასარევია. როგორ ეთყობა რომ მონადირეა. და როგორ ეთყობა რომ თავის დუზე სვავდა და პახმელიაზე რაშველის ეგეც კარგად იცის, ხო? როგორ იყო ისო ცოლუს რამდენი წუთი დაგჭა? მოკლედ მე ესე მგონია რომ კიდე 20 წუთი მინდა რომ ითუშოს. მე ჩავასხამ ბულიონს, მივცემ ნიგოს უკვე გატარებულს და კიდე 20 წუთში უკვე კერძი წესით მზად უნდა იყოს. მე რბილი მიყვარს. შენ ხო იცი რომ მე და შენს მიყვარს ის კონსისტენცია რომ უკვე უკბილებო ადამიანმა რომ უნდა ჭამოს დაახლოებით ისეთი. ეს ყველაფერი გავიგებ, მაგრამ მე ვინტერესდები რითი იცი ამ გადაცემის დედა აზრი რომ მზადდება აი ეგ როდის დაფინალდება. ამ გადაცემის დედა აზრს ზუსტად ეხლა გაუვიდა 1 საათი და 2 წუთი. ამიტომ პრინციპში აი არ ვიცი რა. 18 წუთიც მოვითმინო და გამოვა საათი და 20 წუთი და ნახოთ რა გამოვა. კი ბატონო, კი ბატონო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოვიდათ რომ ამოღების კოკა? ნანატრი დრო. ნახოთ. და ის. ვა რაღაცა მე მგონი მზად არის. ეხლა ძალიან რთული არის ასე თქვა, იმიტომ რომ დაფარული არის შიგნით რა არის ყველაფერი, მაგრამ დროიდან გამომდინარე, ტემპერატურიდან გამომდინარე, რომელიც თონეში არის, მე მგონი მზად არის და ცადოთ ამოღება? კი ბატონო, ცადოთ. დაიცადე მე ვიზამ ამბავს, მუშურგლეხურად, ასე ვთქვათ. აი ეგ მომაშორე, ხო? აი. და რაზე დავდო ახლა მე ცხელი? მოდი თონეზე ვერ დავდო რა უჭირს რო. რა სიტყვი? პროფესორე. შენ წარმოიდგინე არის პროცესი დაძრუ. ძალიან კარგი. კარგათა პროცესი. კაი. ხო არ უნდა გაგრილდეს ახლა ეს ცოტა თუ? ცოტა უნდა გაგრა, რა თქმა უნდა. ცოტა ვაცადოთ. ხო არ გავიტანო საერთოდ გარეთ საკმაოდ გრილი ამინდი არის. ჯერ იყოს. ოთახის ტემპერატურაზე გაგრილდეს. ჯერ იყოს. მაშინ მალე მე და შენ მოდი ამავდროულად უკვე ჩავასხათ ბულიონი ხარჯოში. და ცოტა მივცეთ ნიგოზიც აბატონო ჩემო. ჩაასხი. ამოურია თუ შეიძლება. აუცილებლად ამოურევ. ნიგოზი. ავიწყდებოდა ნიგოზი. რა გვენაღლება ეს 30 ლარიანი ნიგოზი. ჩვენი არ არის და ვისიც არის იმას არ ენანება. თედომ კაი პატივი გვცა დღეს. აშკარად. თქვათ რომ ოქროს ბიჭი არის. ოქროს ბიჭი არის. კი ბატონო. ოქროს მონადირეა, ოქროს მზარეულია და ოქროს ხელები აქვს რა აშკარად. კი. კისრის გამაგრება ხდება ამით, უნდა გამომაგროთ კისერი, რომ კარგად გქონდეს. მას შემდეგ რაც შენ უმოწყალოდ მოინადირე მარლე და კისერი მოწყდა. იზულებულები ვართ რომ კისერი გაუმაგროთ ხელოვნური გზებით. ეხლა ყველაზე მთავარიც მე ვიღებთ ამ სვამთ ისა დიდი სუპატარა. კი ბატონო. ეს ძალიან საინტერესო არის მე რა. ანუ ცოცხალი იხვი გვაქვს მაგიდაზე რა ჩაგვარდა. ცოცხალი იხვი ფიტულში. ასე ქვია ამ კერძს. ეხლა მეორე იხვს მიხედოთ, შემდგომში ცოტა გავალამაზოთ და ეგ არის. მაგრამ ეს არის ის, რომელზეც შენ ამოხდი, ხო? კი. რომელზეც შენ წუხდი. კი, წუხდი. მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ну, თავისთავად გემოს შემდეგ ესთეტიურ მხარეს თვითონ კერძისას რა. როდესაც კერძი ლამაზად გამოიყურება და ესეთი მიწოდება აქვს, უკვე ნახევარი საქმე წინ არის წაგდებული, კარგ განწყობაზე გაყენებს, გუნება განწყობილობაზე, როგორც იყვიან ხოლმე. კი ბატონო, გეთანხმებით.
აუცილებელია რომ ლამაზად იყოს კერძი მიწოდებული და ყველაზე მთავარი ჩემო მარლენი და ჩემო გოგა რაცა ის არ გიწევს იმის თქმა რომ კონკრეტულად ეს ძმაო იხვია ეს ისა ხედავ რაცა და სტუმარი რომელსაც აფასებ და მოდის უკვე იცის რასთან აქვს საქმე. დაგამახსენდა იცი ბავშვობაში ჩარჩენილი მაქვს რაღაც რუსული მულტფილმი იყო. ალბათ ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინის სავარაუდოდ. რაღაცა სამეფო პურმარილი არის რა, ეგ მეფემ ცოლი მოიყვანა, ნასტინკა გაათხოვა, არ ვიცი და შემოყავთ ესე გედი სამეფო სუფრაზე რა. ცოცხლად ესე დებენ და რაღაც ისეთი თემა არის. ეხლა ჩვენ გედზე ბოდიში ჯერ საქართველოს კანონმდებლობა მაგდონეზე არ დახვეწილა. თუმცა რატო არ უნდა ინადირო კაცმა გედზე? არ ვიცი, რომელიც ამერიკაში ნადირობენ ზუსტად ვიცი. ევროპაში არ ვიცი, ამერიკაში დაშვებული არის. ჩვენთანაც გედზე რო ინადირო და აი მაგალითად შენი შვილი მიშო ცოლს რომ მოიყვანს და სუფრაზე ნეფე პატერძალს რო შემოუტანო ესეთი ლამაზი გედი დაუდო, ხო კარგი იქნება. ესთეტურად ძალიან ლამაზი. მე დარწმუნებული ვარ გემოვნებითაც არ იქნება ცუდი მისი თვისებებით. მინდა აღვნიშნო ის რომ ბიჭებმა ის ჩამოიტანეს ფოთიდან ამ ტრანსპორტირებაც მოუწია ცოტა არ იყოს ბევრი ჩემოგოგა. ხო, ჩვენ გვაბატიეთ. კი ბატონო, ეს უნდა აღვნიშნო და ისიც უნდა აღვნიშნოთ. უნდა ყავდა პრაქტიკულად. ფაქტიურად მართალია, მაგრამ მანქანით ნამგზავრი და ასე შემდეგ. უფრო აცოცხლებს ფერს რა და ხალხს გონია რომ უფრო ბევრად ცოცხალია. შენ წარმოიდგინე საჭმელი ზეთია. კი, უბრალო საჭმელი ზეთია, რომელსაც ყოველდღე ვიყენებთ სხვადასხვა ესე ვთქვათ საკვებად და ასე შემდეგ. სხვადასხვა მარლენ ერთ-ერთი საფანტი ცხვირში აქვს. მართლმული, კი, და ცხვირი აქვს დაზიანებული, კი. ცოტა რესტავრაცია მოგვიხდა ცხვირის, მაგრამ ზოგადად ის რისთვისაც ჩვენ ამდენი ხანი ვაკეთებდით ამ პროდუქტს, ის არის დამზადებული უკვე. ჩვენ მაყურებელს ვეტყვი რომ ჩვენ და გასახარად ძალიან კარგი მონადირე და ჩვენი კარგი მეგობარი ბატონი ბექა სამხარაძე გვესტუმრა. მოგესალმები. შემოდი კაცი დაინახე მაყურებელს და გითხარი ასეთი რამ თუ გაქვს როდესმე ნანახი ახლა. მოგესალმებით, სიმართლე გითხრათ, ჯერ ვერ გამოვერკვიე რასთან მოხსენებდი. მსგავსი არაფერი არ მინახავს. ეს იჭმევა? ამას მე და შენ ერთ 10 წუთში დავაგემოვნებ. ხომთან ერთად და მაგრამ ისეთი ლამაზია რომ მე მგონი ჯობია. არა, რაღაცა ესეთი მეგონა, რაღაც ბუხრის თავზე რომ უნდა შემოდო და ეგ არის მთელი პროგრამა. ხო, მაგრამ თუ იჭმევა. ყველაზე მთავარი მას ეს ხო ისეთ ადგილებში ალბათ როგორ უნდა შეჭამო რომ იცი რა, ტყუილი რო არ გითხრა, მეც პირველად გავაკეთე. ანუ თედომ იცის რა როგორ და რანაირად და დღეს თედო იყო შეფი და მე და მალენი ვიყავით დამხმარეები რა. შეგირდები. საკმაოდ კარგად, საკმაოდ კარგი. პირველი რაც შემიძლია ვთქვა რომ გამოიყურება ფანტასტიკურად რა და ისეთი რაღაც ძალიან საინტერესო გახვეწილი და რაღაც გემოვნებიანი. ჯერ თვალი რო ჭამს. აი, მაგასაც მნიშვნელობა აქვს და ცოტა ხანში ერთ 10 წუთში მაყურებელს მოახსენებთ გემოვნული თვისებები როგორი აქვს. დაიღალე? ისე რა. მაგრამ სასიაულო თან შეხვედრამ უკვე მასკნა მოხსნა დაგრეგობა. ასე გებია. მე მგონი ამისი გალამაზება უკვე მორჩა და იზღა დაგვრჩენია რომ წავიდოთ და სუფრაზე. კი ბატონო, იზღა დაგვრჩენია წავიდეთ და მივირთვათ და შემდგომ უკვე ვეტყვით როგორი გემოვდი. გამომზადეთ. მითხარით შედეგი, მოგწონთ? ძალიან ლამაზად გამოიყურება და მე მსგავსი არაფერი არ მინახავს. აცმეთ, მერტი რჯული. მე დარწმუნებული ვარ რომ გოგა ამას გაიმეორებს უკვე. სხვა, კი, თან თბილია. ეგრევე ცოცხალიო. გოგა ამას თავისუფლად გაიმეორებს სხვა ფრინველებთან, სხვა ნანადირებთან, ბათს გააკეთებს ასე და ასე შემდეგ ვეცდებით. ასე რომ ჩემო გოგა ეს შენ. ეს შენ. დიდად მადლობთ. უკვე შეგვიძლია. დიდად მადლობთ. ანუ ასე შემიძლია ხოლმე მაყურებლის წინაშე რა თქმა უნდა, შეგვიძლია ესე წარსდგება. შვენიერი. შესთავაზო ესეთი კერძები და ჩვენ კიდე წინ ბევრი სხვა კერძები. ეხლა მე მგონი ის დრო მოვიდა ჩემო თედორო ხელში. ავიღოთ ეს ჩვენი ნამოღვაწარი. კი ბატონო. და ნელ-ნელა გავიტანოთ სუფრაზე, რომელიც უკვე გველოდება. წამოვყევი გენეცვალე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ეს
ისეც მოვიდა ჩემო. ოიცი მოდებს რომ იარ სამეფოს უფრად, მაო, ეგრე კი არ არის საქმე. ბიჭო, ერთი თხოვნა მაქვს. არ დაიწყო, თუ ჩვენოთ ახლა მე და თედო წავალთ და ხარჩოსაც მოგა. ომს და ხარჩოს მოვართმევთ აუცილებლად. ეგეც ხურე, ვიზუალით დატკბით. აი ბატონო ჩემო. ესეც ხარჩო, ბიჭებო. თედო, ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში არის ის, რომ უკვე მაგიდაზე როცა ხედავთ ამისთანა ფორმაში ამ მიხს, ჭამა როგორ ხდება ამ ყველაფრის ახლა ის გვასწავლე. ხო, უნდა გვიხვენ ძვანელო. აი ბატონო, არა ინსტრუქცია. პრობლემა, ინსტრუქცია მოყვება. როგორც თქვენ ერთი მარტივი ხელის მოძრაობით აჰა. ის გახდა. აი დავშე, აიღე ძმა, აიღე მიჭირავს. მარტივად ცა. აჰა. ვეპოში. და ალბათ, მაიდა. ეს ახლა ფაქტობრივად ფიტულია, ხო? ეს ფიტული არის, შეგვიძლია ფიტულად გამოვიყენოთ. მე და შენ აი ესე დავდოთ. შვედიერი, ანუ სახსოვრათაც გრჩება. გემოსაც შეიგრძნო. თავი რაც არის. საკმაოდ შრომატევადი იქნება ამის. ხო, არ არის მარტივი. აბა, გავუჭერათ, ნახოთ. შეგენა ცვალე რა კარგად გამოიყურება. შვენივრად გამოიყურება რა, ძალიან მადის აღმზურელად მინდა რაც გითხრა. თავარია არ არის მშრალი. რა იცი რომ მშრალი არ არის? გამასინჯეთ ერთი. აბა გამასინჯეთ. ყველაფერი დასწრებაზეა, ესე იგი მე უნდა გავაკეთო, მე უნდა ვიშრომო და მარლენმა უნდა დააგებულოს რა. თან შენი მონადირებული. ბატონო მარლენ. თან შენი აბა მონადირებული. გაიქანე. აბა ნახე მარლენ. სუნია გასაოცარი ხარმა. გასაოცარი. სუნი აქ მოდის. არომატი აქვს რა სასაულე. და ნამდვილად მშრალი არ არის. ნამდვილად. თედო რის ხარჯზე მოხდა ესე რომ მშრალი არ არის? ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა არ გამოვიდა მისი წვენი. რა თქმა უნდა კომში. ველური იხვია თან არ დაგავიწყდეს. რა თქმა უნდა კომში და რა თქმა უნდა ძალიან კარგად დარბილდა ჩემო მარლენ. მეგრულ მაჯიკამ თავისი გარბეთ აგო. მეგრული აჯიკა ყოველთვის თავისაშვება კაცო რას ლაპარაკობ შენ. შემოგელა. მე შემაგრო ეს კომში დგადასარევი. თედო ჩემ ჭანგალი მე მაგ. ბეკა თუ გინდა შენს გასინჯე. აჰ, მე ვიყურებ. სანამ გადავალ სრულად მეორე განყოფილებაზე ხარჩოსაც ხო არ დამიგემოვნებ მარლენ. ბარე. მარლენ და მინდა აღნიშნო. ნუ გაწოდე. ხარჩოს მომზადების ძალიან ბევრი მეთოდი მინახავს. დიახ. ძალიან ბევრგან გამისინჯავს და მიჭამია, მაგრამ მეთოდი რომელიც გოგამ გამოიყენა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გავასინჯე იქ შენ ბზარეული. რა? ეგრევე ვაკანსია გვაქვს, ხო არ გინდა უმიხარ დადმოთ. ომში ვაა, რა კაი არომატები აქვს. დალოცვილი. ხო ძალიან იცეთია. არომატული არის ჯერ პირველ რიგში ხო არა, შეფასებით. ბიჭო, აი მეორე, ხორცი აშკარად უკვე კარგად დარბილებული არის და გემოვნებით ფისებებს მივეძალები. აბა გაგვისინჯე. და ვაი ჩემი ტავის ბრალი მე რო არ მომეწონოს რა. გოგაგო. არ არსებობს რო არ მომეწონოს, ხო? გემრიელი მე ცხოვრებაში არ ვიჭამე რა. ობიექტურად ძალიან გემრიელია. ძალიან მაგარი გავაკეთე. ახალ წელს საერთოდ თოკო გრუზისკინ გადაიღო ჰანთერ ზარასმა. წინა ახალ წელს ლუკას კურუასთან აგარაგზე და აი მაინტერესებს რომელი უფრო კარგი არის შენ გახსოვს? კი, მე მახსოვს, მაგრამ ეს ჯობია. ეს ჯობია, რას ლაპარაკობ? სასახალო. ნავში ცხარის მომაკერდი, მაგრამ ეგ გემოვნება. ხო, მაშინ მოუმადოთ. კარგი. არა, კარგი. მე მომაკერდი. გემიელისა ჩემოთქმულო ხალხო, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისათვის, რომ ამ სეზონზე ჩვენს გვერდში იყავით, ჩვენს გვერდში ნადირობდით. ძალიან ბევრთან გადაკვეთაც ჰქონდა, ერთად გვინადირია კიდევაც, ვისაც არ მოგვიწია ერთად ნადირობა, ხახნო ყველაფერი წინ გვაქვს, მომავალი სეზონი გაიხსნება აგვისტოს მესამე ან მეოთხე შაბათს, მაგასაც გაგაგებინებთ და მანამდე მინდა ვთქვა ის, რომ ვფიქრობ ამით დავამთავროთ ჩვენი სეზონი, სანადირო სეზონი გადამფრენზე ყოველ შემთხვევაში და გავაგზავნებთ მტაცებლების ამოღებას, დარჩით ჩვენთან.
და საზღვარგარეთ ნადირობებსაც შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. გაგიმარჯვოთ მონადირეებო. მრავალი ბედნიერი წელი მოგველოცოს სანადირო. ეს სანადირო წელი გამთავრდა, იმედია მეტნაკლებად ყველამ წარმატებულად ჩაატარეთ და ჩვენთან ერთად გაატარეთ ჩვენ არხთან ერთად. ღმერთმა სიკეთით შეგვახვედროს თქვენი თავი ყოველთვის. დროებით.